10-დან 12 დეკემბრამდე კაჭრეთში სასტუმრო ამბასადორში ერთი ფანჯრის პრინციპის შეხვედრების შემაჯამებელი ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგი გაიმართა ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით პროექტის ქალები თანასწორობის მშვიდობისა და განვითარებისათვის ფარგლებში. ჩვენთვის იყო ეს ტრენინგი ძალიან მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ გადავედით სხვა ეტაპზე, როდესაც უკვე ის საქმიანობა, რომელსაც ამდენი წელი ჩვენი ორგანიზაცია ახორციელებს, გვინდა რომ ეს გადავიდეს ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებაში. ის საკითხები, რომელიც ჩაითვლება, რომ ერთი ფანჯრის პრინციპის შეხვედრაზე უნდა გადაიჭრება და უკვე მუნიციპალიტეტი აიღებს თავის თავზე ამის ვალდებულებას. გამოიკვეთა სავარაუდოდ სამტრედიის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ასევე გორის მუნიციპალიტეტი. ვფიქრობთ, რომ უახლოეს პერიოდში იქნება მექანიზმი დებულება შექმნილი, რომელიც მოგცემს საშუალებას, რომ დაინერგოს ეს მეთოდი ადგილობრივ დონეზე. მნიშვნელოვანი იყო იმ კუთხით, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამტრედიის მუნიციპალიტეტში ერთი ფანჯრის პრინციპით შეხვედრა 2005 წლიდან მიმდინარეობდა, ეს არის უწყებრივი შეხვედრები, ანუ აქ სხვადასხვა უწყებრივი წარმომადგენლები არ ღებულობდნენ მონაწილეობას, მხოლოდ ერთი უწყებრივი წარმომადგენელი ღებულობდა მონაწილეობას და ეს იყო სოციალური სააგენტოს წარმომადგენელი და მომავალში ვაპირებთ და თან რაც მნიშვნელოვანი არ ქონდა მიღებული ნორმატიული აქტი აი ამ ერთი ფანჯრის პრინციპით შეხვედრასთან დაკავშირებით და ვაპირებთ შემოვიღოთ შესაბამის ნორმატიული აქტი, ეს იქნება ამ დებულება ან განკარგულების სახით, სადაც გაწერილი იქნება დღის წესრიგი, როგორ, რა დროს, რა ვითარებაში უნდა შევიკრიბოთ და სავარაუდოდ შეხვედრები ჩატარდება კვარტალში ერთხელ. ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, შეჯამდა 2013 წლის შედეგები, მიღწევები, სირთულეები და გამოწვევები, მოხდა ცალკეული შემთხვევების განხილვა. მეორე, ასე ვთქვათ, ნაწილი ეხებოდა 2014 წლის ბიუჯეტების საპროექტო განაცხადების განხილვას, კერძოდ სოციალური და განათლების კომპონენტის ბიუჯეტების მიხედვით და თუ როგორ მოხდა გენდერულ ჭრილში გარკვეული რეკომენდაციების ინტეგრება. მაგალითად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ძალიან ნათელი და კარგი მაგალითი არის, რომ გაჩნდა მუხლი, სადაც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების თანადაფინანსება აისახება 2014 წელს და მუნიციპალიტეტი განიხილავს გამცხადებლების საპროექტო წინადადებებს, რომელიც მიმართული იქნება სოციალური ინფრასტრუქტურისა და შემოსავლის მომტანი პროექტების დაფინანსებისათვის, სადაც კაფიად იქნება გამოკვეთილი ქალთა და დაუცველი ფენების საჭიროებები. ბოლო წლებში და განსაკუთრებით მიმდინარე წელს უფრო გამოიკვეთა უკმარისობა გენდერული ბიუჯეტირების პროცესისა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებთან აღნიშნულ საკითხის გადაწყვეტაში. ეს სამდღიანი შეხვედრა საკმაოდ აქტუალური იყო, საკმაოდ საჭირო იყო და საჭირო იყო თუნდაც იმიტომ, რომ წლის მიწურულია და ხდება მუნიციპალიტეტებში, საკრებულოებში ბიუჯეტის ფორმირება. პროექტები არის წარმოდგენილი და დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ მივიღეთ ქალთა საინფორმაციო ცენტრიდან რეკომენდაციები, დელეგატური შენიშვნები, რომლებიც შეიძლება იყოს გათვალისწინებული მომავალი ბიუჯეტის პროექტში, მაგალითად გორის მუნიციპალიტეტში. გენდერული და სოციალური ბიუჯეტირების ჯგუფები ასეც ვეძახით, რომლის შემადგენლობაში შედიან როგორც საკრებულოს თანამშრომლები, ასევე გამგეობის თანამშრომლები, ძირითადად წარმოდგენილები არიან ადამიანები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები ბიუჯეტირების პროცესში, როგორც შედგენის, ასევე განხორციელების, ასევე მონიტორინგის პროცესში. ჩვენის მხრიდან პირველ რიგში ისევ იქნება შესაძლებლობის გაძლიერებაზე, ამ ჯგუფების შესაძლებლობის გაძლიერებაზე მიმართული აქტივობები, რაც გულისხმობს როგორც საგანმანათლებლო აქტივობებს, ასევე შემდეგ სამუშაო შეხვედრებს. ტრენინგის მონაწილეებმა ისაუბრეს ერთი ფანჯრის პრინციპის, როგორც საჭიროებების გამორკვევისა და პრობლემის გადაჭრის ეფექტური საშუალების ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე დანერგვის შესახებ.